პოლიტიკოსთან ნიკა მელია არის ჩვენი სტუმარი კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. ნიკა, მოგესალმებით და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. უნდა დავიწყოთ აქციებით და პროტესტით, იმიტომ რომ ეს ის არის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია რეჟიმს და ამას ხატყობს მოქმედებები, ამას ხატყობს ისტერია და ის რაც მათ შორის გუშინ ვნახეთ, ხო, ბოლო დღეებია გაამძა პრესის სპეცოპერაცია, რომ არ გადაიკეტოს რუსთაველი. აი რას ნიშნავს ეს გეგმა, რომ ივანიშვილს არ უნდა 18 თებერვალს გადაკეტილი იყოს რუსთაველი, თუ მათი მთავარი მიზანია, რომ აი ერთხელ მაინც თუ არ გადაიკეტა რუსთაველი და ეს პრეცედენტი შეიქმნა, ეს მათ აწყობთ, რომ ეს უწყვეტი პროტესტის ჯაჭვი გაწყდეს, თუ ორივე მათთვის სასურველი სცენარია. მოკლედ, რას აკეთებენ ახლა ნიღბიანები? მადლობა, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, მივესალმებით პოლიტიკურ პატიმრებს განსაკუთრებით და კითხვაზე პასუხს გაგცეთ. ვეცდები მოკლედ, რუსთაველის გამზირზე დგომა ივანიშვილის ნიშნავს მის კოჟზე დგომას, მის ჭრილობაზე დგომას. და უკანასკნელ დღეებში ეს ყველაფერი დასტურდება მათი საგრძნობად არაადეკვატური რეაგირებით, ვინაიდან რუსთაველის გამზირი ამ პროტესტის სულია, გულია, მთავარი სიზარღვია. თუ არ არის რუსთაველის გამზირი მოცული პროტესტით, მას ეს ესმის და არა მხოლოდ მას, ეს ჩვენს გვესმის, ანუ ხალხს ესმის. პროტესტი ქვეყანაში არ არსებობს. მე პირადად ასე ვუყურებ ამ პროცესს და არა მხოლოდ მე, რა თქმა უნდა. ეს ივანიშვილმა არ ვიცი როდის გაიგო, ბოლოსკენ მიხვდა, თავშივე იცოდა თუ შუაში, მაგრამ ის ცალსახად ხვდება, რომ რუსთაველის გამზირი არის გენერატორი ენერგიისა, პროტესტისა, რომელიც შედეგის გარეშე არ ჩაერვის და მთავარია ჩვენთვის, რაც ცხადია, რომ რუსთაველის გამზირზე სანამ დგას ხალხი და იქ იდგება მიზნის მიღწევამდე, იქ დგომით გეოპოლიტიკური რუკაც არის საქართველოსი აღნიშნული. ანუ საქართველოს ნიშნავს ხალხი გეოპოლიტიკურ რუკაზე ძალიან მკაფიო ფერებში და ხარ შესამჩნევი ყველასთვის. გარდა ამისა, მას აქვს გაცნობიერებული, რომ ის საერთაშორისო იზოლაციის კვალდაკვალ შიდა პოლიტიკური განგრძობადი პოლიტიკური კრიზისისა ძალიან ახლოს არის ეკონომიკური კრიზისთან. და ის ხდება, რომ ეს პროტესტი თუ არ ჩაახშო, რომელსაც ვერ ახშობს და ვერ ჩაახშობს, მისივე წამოწყებული ძალიან უსამართლო დაპირისპირება ხალხის წინააღმდეგ უკვე მოუტანს ძალიან მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მისივე რეჟიმს. რა თქმა უნდა, აქ ზიანდება ქართული ხალხის ინტერესი. რატომ ახლა ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმ დარბევების შემდგომ თითქოს ჩააწყნარეს ვითარება და ამ ნიღბიანებს ასე აღარ უშვებდნენ ყოველ შემთხვევაში რაღაცა დაუნდობელი დავალებებით. არა, ახლომდებარე პერიმეტრზე SDSS-ის შენობაში ეზოში იყვნენ ბაზირებული და არ გამოდიოდნენ გარეთ ეს ნიღბიანები. ახლა დაიწყო ეს დაჟინებული მცდელობა, რომ არ გადაიკეტოს რუსთაველი. აი, რატომ იქამდე გვახსოვს მდინარეზე, კობახიძე, რა ვიცი, მოლაპარაკე თავები ამბობდნენ, რომ 20 იანვარიო მერე ცოტა გადაწიეს აღარ იქნებაო, მაგრამ არის, აი, ახლა რატომ დაიწყეს ეს დევნა? ბევრი ახსნა შეიძლება მოუძებნოთ და სულათაც არ ნიშნავს, რომ ეს ახსნები და განმარტებები იქნება მცდარი იმ საკანონმდებლო ტერორის კვალდაკვალ, რასაც ესენი ახორციელებენ და გადაზარდეს ფინანსურ ტერორში, ხა 5000 ლარიანი ჯარიმე, ხა თქვენ ახსენეთ, ისე გაუჯერდა ადამიანს, მოქალაქეს, მაყურებელს, თითქოს ეს ასე უნდა იყოს. ეს არის საგიჟეთი, როდესაც 5000 ლარით აჯარიმებ ადამიანს, იმისათვის რომ ის გამოთქვამს უბრალოდ პროტესტს. აი ნებისმიერ დედას, მამას, ანუ ადამიანს, მოქალაქეს, დგას რუსთაველის გამზირზე, შეიძლება 5000 ლარით დააჯარიმო, პლუს სასანქციო პოლიტიკა გაამკაცრეს, ავი ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე გაზარდეს, ასე შემდეგ და იფიქრეს, რომ ამ შავნიღბიანების გამოყვანით რუსთაველის გამზირზე იქნებ იმ ჩემს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, რასაც კანონ პროექტების მერე კანონად ქცევა ჰქვია და გამკაცრება სანქციების, გამოიყო შედეგი. სხვანაირად რა აზრი ქონდა, იფიქრობენ იმ ყველაფრის განხორციელება, თუ ჩვენ ახლა ამ ხალხს არ შევაშინებთ, არავინ არ დაშინდა. ქონდათ ამის იმედი თბილისის გასასვლელთან რაც მოხდა, თბილისი მომხდარის შემდეგ, იფიქრეს და ერთ-ერთი დაკავებული თქვენც იყავით. ისე რა ნიშნით, ნიკა, იმიტომ რომ ასეთი ხმაურიანი აქციების დროს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ნიკა მელია ხშირად არის ერთ-ერთი დაკავებული. აი, რა ნიშნით ხდება თქვენი შერჩევა? თუ საინტერესოა თქვენი აზრი.
ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს, ზოგი დროებით, ზოგი აი უკვე არ ვიცი, ერთი წელია ზის ციხეში, ზოგი რამდენიმე თვეა ზის. ამ ადამიანების თავისუფლება არის გარდაუვალი. რა ნიშნიდა ყველა ის ადამიანი, ვინც შესაძლებელი არის განსაკუთრებით იყოს ქუჩის დემონსტრაციებში, ჩემის აზრით აქტიური, შეიძლება მეტად ვიდრე სხვა იყოს, ის განსაკუთრებული საფრთხე არის და ასეთი ადამიანები მადლობა უკვე ძალიან ბევრი ვართ. და ყველას დაკავება ტრივიალურია, ბანალურია, რასაც ვამბობ, მაგრამ შეუძლებელი ხდება, თუმცა ჩვენ ამ პროტესტს უნდა ვუყურებდეთ მარათონულად. არ შეიძლება ერთი გენერალური თარიღის ჩანიშვნა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლისას. არ შეიძლება მარათონული ბრძოლა დაპირისპირება ივანიშვილის წინააღმდეგ დია გადავზარდოთ სპრინტულ ბრძოლაში. ეს მას აწყობს. ის ნებისმიერ ზომას მიმართავდა და მეთოდს გამოიყენებდა. ოღონდ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მოდით ერთ რიგით კალენდარულ დღეს გამოვიდეთ და ჩავნიშნოთ გენერალური ბრძოლა და ვინც მოერევა ის იყოს გამარჯვებული. რატო ვიცით? იმიტომ რომ მას ეჩქარება, მაგრამ ხალხი არ აყლა მის მოკლედ პროვოკაციებს და აი ამ გზაკლულ გეგმას. დრო მუშაობს ახლა ამ სახელმწიფოს სასარგებლოდ ამ ქვეყნის მომავალზე და ქართული ხალხის ინტერესზე. მუშაობს დიახაც უარეს ხო არ მოიტანს. არა, ცეცხლზე იწვება. იმიტომ რომ ხედავთ რომ აი რაც დრო გადის, უფრო და უფრო გაცხოველებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგალითად. გაცხოველებული, ვინაიდან მას ეწურება რესურსი ვითარებაზე კონტროლის დამყარებისა. ეწურება რესურსი ის, რასაც ისინი აკეთებენ. რატო არ აკეთებდნენ ადრე? ვინაიდან მათ სხვა ბერკეტები ჰქონდათ და ის ბერკეტები აბსოლუტურად არის უუნარო. ეხა ივანიშვილის შეიარაღებაში აბსოლუტურად გამოუსადეგარია მისთვის და მივიდა იმ წერტილამდე, სადაც ხელისუფლება არის გაბანკროტებული და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მთელ სოფლიოში ყველაზე სუსტი ავტოკრატიული რეჟიმი არის ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმი, ყველაზე სუსტი არის, მაქსიმუმ ის დგას 900,000 ადამიანზე, ერთადერთი რაზეც დგას არის კუნთი, ხელი, ფეხი, წიხლი, მეტ არაფერზე არ დგას. მაგრამ როდესაც ხედავს რომ პროტესტი არ ჩერდება, ჩვენი ამოცანა არის რომ მაქსიმალურად რა თქმა უნდა, აქ არის ჩვენი როლიც ყველასი, ვინც აქტიურად არის ამ პროტესტში ჩართული და ჰორიზონტალური მართვის პრინციპი არის ამოქმედებული და პასუხისმგებლობა არის გადანაწილებული, მაგრამ ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ პროტესტში უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, მაქსიმალურად რკინის ნერვებით და ვეცადოთ ვიყოთ იმ ფორმატში პროტესტის გამოხატვისას, სადაც საფუძველს რეპრესიებისას არ მივცემთ. არა აქვს და მაინც პოულობი, მაგრამ დამატებით საფუძველს არ მივცემთ. დრო არ მუშაობს, დეა, მართლა შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მათ ივანიშვილზე როგორ მუშაობს. საფუძველი არ სჭირდება ცინამდვილეში. გუშინ მე გავაშოქე ჩემი ოპერატორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სხდომა, ადამიანს, რა ვიცი, აღჩობდნენ, სახეში მუშტი ჩარტყეს, ისე დააკავეს, როდესაც ის იღებდა და აქეთ ცაცუამ გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა. აი, წარმოუდგენელია, რასაც ხედავ. კი ბატონო, კიდევ გაგრძელდება გარკვეული პერიოდი, მაგრამ მათ ეს რესურსი ეწურებათ. თქვი კოჟრზე ვდგავართ, ჭრილობაზე ვდგავართ. იმან არის ეს რომ შეწყვიტოს ამის კეთება, ის უკვე მარცხდება. მან თუ ეს შეწყვიტა ახლა, უკვე ხვალ მარცხდება, მაგრამ ის რომ დღეს ამას ვერ წყვეტს, მაინც მარცხდება. ასეც სპირალში არის. არა იმიტომ რომ განსაკუთრებულები ვართ ჩვენ მეორე მხარეს, უბრალოდ ძალიან ბევრი ვართ და ძალიან დიდი სიმართლით. და ეხა არის მოთხოვნა საზოგადოებაში ერთად დგომისა, ხო? ამაზე დიდი ერთობა მე არ მახსენდება უკანასკნელი წლების განმავლობაში, კი რაც ქართული ოცნება არსებობს, არ ყოფილა მსგავსი ერთობა. უბრალოდ იქნებ პოლიტიკური პარტიების ერთად დგომას გულისხმობენ ისინი ნიკა და პოლიტიკური პარტიები ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო არიან ერთიანები და ცალ-ცალკე ბევრი საკითხის გარშემო მოქმედება რატომ არ არის ზოგჯერ უფრო ეფექტური ვიდრე
ერთიანად მოქმედების ფორმატში ყოფნა. ძირეულ საკითხთან დაკავშირებით ხო ვართ ერთად. და თუკი ჰორიზონტალური მართვას ნიკა ჩვენ ვხედავთ რომ პარლამენტის ნაწილში პრობლემაა. ხო თუ ასე შეიძლება ითქვას. აი სამი გაერთიანება იქ არ ხართ დარჩენილია გახარია საქართველოსთვის ეს პოლიტიკური პარტია. აი ამ ნაწილში ხო პრობლემაა. კი ბატონო 4 თვის წინ დეა ძვირფასო მაყურებლებო 4 თვის წინ აი გულზე ხელი დავიდოთ რამდენს გეგონათ და გვეგონა რომ პარლამენტში დეპუტაცია არ შევიდოდა ოპოზიციიდან. მე ვფიქრობ, ბევრს ეგონა და ბევრს არ ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. რამდენს გვეგონა, რომ დღეის მდგომარეობით ოცნების ხელისუფლება იქნებოდა ამ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაშიც არის და რა არის მდგომარეობა? საერთაშორისო იზოლაცია, სასანქციო პოლიტიკის მუდმივად განვითარება, პარლამენტში არავის შესვლა, დასანქცირება დაუბრუნდები ყველა თითქმის წამყვანი ძალოვანი სისტემის წარმომადგენლებისა, პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებისა და რიგში დგას ივანიშვილის ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები. და ხალხში მუხტი და კვლავ რუსთაველის ძლიერი საპროტესტო კერა. და მოცემულობა დეა, როდესაც ქვეყანაში 82% მოსახლეობისა, ამაზე ალბათ ისაუბრებდით თქვენს, აღიარებს პოლიტიკურ კრიზისს და აქედან მოსახლეობის 79% პასუხისგებლობას აკისრებს შექმნილ კრიზისზე ქართულ ოცნებას, რაც აპრიორი ნიშნავს, რომ ქართული ოცნების ამორჩეველთა დიდი ნაწილიც ქართულ ოცნებას აკისრებს პასუხისმგებლობას და ეუბნება, რომ შენი ბრალია შექმნილი კრიზისით. მხოლოდ 7% არსებობს რაღაცა გაუგებარ პოზიციაზე ყოფი ამ ქვეყანაში. საუბარი არის ახლა სხვადასხვა ტიპის. იცით რა არის, რომ იქნებ რეგიონებში გავიდეთ, იქნებ ზუგდიდში ჩავიდეთ, იქნებ ქუთაისში ჩავიდეთ, იქნებ ტყიბულში ჩავიდეთ, მნიშვნელოვანია. კი ბატონო, ყველა ტიპის ღონისძიება, მაგრამ რა არ გვჯერა იმისა, რომ აზრი ხალხის კონსოლიდირებულია რეჟიმის წინააღმდეგ, მე მჯერა. თუ რამე არის გასაკეთებელი დეა დიახაც რაოდენობაში ჩვენ დემონსტრანტები ივანიშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეები ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის მოსურნეები ვართ ძალიან ბევრი. ჭირდება ოპტიმიზმი მეტი და მოტივაციის გაზრდა უკვე არსებულ ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებში. იქნებ ბრძოლის ხერხი შეცვლა საჭირო ნიკა ახალი გზის მე მგონია რომ აი ეს არის მთავარი დეა ოპტიმიზმის გაზრდა და მოტივაციის გაზრდა და ერთმანეთის დაწმუნება ჭეშმარიტებაში, რომ იგივეს კეთება თანმიმდევრულად გარდაუვალ შედეგამდე მიგვიყვანს. კრიზისი არის აღიარებული და ამ კრიზისის განუხლა შეიძლება მხოლოდ პარტნიორების გათავისუფლებით და უწყეთი აქციების 71 დღეა და ჩვენ ვისმენთ კობახიძის, მდინარაძის და სხვა არაფრით გამორჩეული ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც აი განაგრძობენ იმის კეთებაც, რაც სურთ, ახალი რაღაცა იქ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, იქ რაღაცა მედია უნდა შეზღუდონ და თურმე მდინარაძემ უნდა მამეცადინო ჟურნალისტიკაში, აქეთ NGO-ები, არასამთავრობო სექტორის დაფინანსების ნაწილი გაკონტროლებულია, იქით სახდელები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ანუ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და ისინი ამბობენ, რომ აი ასე უნდა იყოს. როგორ შეიძლება რომ გაგრძელდეს ასე, ხო? ან ფაქტია, რომ არ იმჩნევენ ამ 76-იან პროტესტს. თუმცა ხალხიც არ ვიმჩნევთ მათ ამ რეპრესიულ პოლიტიკას. კი ბატონო, ადაპტაცია იქნება, მაგრამ გაგრძელდება ეს პროტესტი იგივე სულისკვეთებით, როგორც გრძელდებოდა. და კრიზისი გარდაუვალია, ჩიხური მდგომარეობა საიდანაც ვერ გამოვა. ივანიშვილს მოუწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ ხალხი არ დავიღლებით და არ უნდა დავიღალოთ. არ შეიძლება ამ პროცესში წუწუნი. მე მჯერა, რომ თანმიმდევრული ნაბიჯები მსგავსად დღეის მდგომარეობისთან როგორც მოვედით, გაგრძელდება და ეს აუცილებლად მოიტანს ამ ქვეყანაში გარღვევას იმოჯადოებული წრისა. თბილისში გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი. დიახაც თბილისში, საქართველოში, მაგრამ საკუთრივ თბილისში გადაწყდება. ამ პროცესში ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს შეგვიშლის მოსკოვი. ხელს შეგვიშლის, ყველანაირად ეცდება, რომ ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს. ამ ბრძოლაში, ამ პროცესში ჩვენ ხელს შეგვიწყობს ლონდონი, ვაშინგტონი, ბრიუსელი, სტრასბურგი, სადაც ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები ახლა არიან ჩასულები, ხო? მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
მაგრამ საბოლოო სიტყვა იქნება თბილისზე და საბოლოო აკორდი უნდა იყოს ქართულმა ხალხმა და ეს წმენა უნდა გაღვივდეს. არ შეიძლება იმის დაჯერება, რომ 53-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი არის უბრალოდ უშედეგოდ და ამაოდ ჩაევლის მათი ბრძოლა კანონურ პატიმრობაში. გამორიცხული არის ეს. უბრალოდ უნდა გვესმოდეს ივანიშვილის მდგომარეობისაც. ივანიშვილი არ არის მზად კობახიძეს გამოუთხეს და კალვაძეს გამოუთხეს მის სისუსტეში. ის რითი განსხვავდება, რითი გვიჯობნის დღეს მდგომარეობით ჩვენ ივანიშვილი. უში თქვენ გავიმეორებ თქვენს ეთერში სიამოვნებით. მე არ გონია, რომ ივანიშვილი როდესაც ხარებას, კალვაძეს, გომელაურს, მის არ ვიცი აი ამ დანაშაულებრივი გუნდის წარმომადგენლებს ხვდება, ეუბნებოდეს, რომ აი ბიჭებო, ჩვენ თუ ვერ გავიმარჯვეთ და ჩვენ თუ გვაჯობეთ, ჩვენ მოგვიწევს ქვეყნის დატოვება. სხვა საკითხია, რას ფიქრობს და ამას ფიქრობს, მაგრამ ამას ასე არ არტიკულირებს. აგიჟებს თავის ასე თქვათ დანაშაულებრივი გუნდის აი ამ ვითომ წევრებს. არ შეიძლება აქეთ მხარეს პირაკეთა საქართველოში უმრავლესობას რომ წარმოვადგეთ, დაშვება გავაკეთოთ დეა, რომ შეიძლება ივანიშვილმა გაიმარჯვოს. თუ კი ჩვენ დავუშვებთ, რომ შეიძლება ივანიშვილმა გაიმარჯვოს, შეიძლება მართლა ვერ გაიმარჯვოს შენ. არ შეიძლება დაშვებებით ვისაუბროთ, როგორ შეიძლება ივანიშვილის წინააღმდეგ ვსაუბრობ, ნიკა თუ გამარჯვებაში დარჩა, რა ინსტრუმენტი დარჩა. ის რომ მართალია, მე მგონია რომ ადამიანები, რომლებიც ვდგავართ 76 დღეა რუსთაველზე, კომფორტისთვის არ ვდგავართ, ხო ვდგავართ, იმიტომ რომ გვჯერა მათ შორის ძალიან სუსხიან ამინდებს. შედეგი ხომ გამოიღო დიდი ამ ინსტრუმენტები რა უნდა იყოს ამ ბრძოლის, აი სანქციები ახსენეთ დღეს იყო ევროპელი რეფორმისტებსა და დეა ბოდიშით. დიახაც უხერხულია რა თქმა უნდა ბევრისთვის ის რაც თქვენ იკითხეთ მაგალითად ერთ ბარელ გადალახულ პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ მე პირადად ანუ მე ადამიანი რომელსაც ბევრჯერ შეიძლება ადეკვატურად ბევრჯერ შეიძლება სტარად უკან არ დამიხევია კრიტიკისგან და გამეკრიტიკებია ოპოზიციონერი ადამიანები, წარმომადგენლები, ლიდერები სხვა პარტიის, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით მე ვფიქრობ რომ მე პირადად, იმას არ შევ თქვენ არ უნდა ისე უთანხმება. მე ვფიქრობ, რომ აქ ეს ცეცხლის კერა არ უნდა დავანთო. თუ საკეს დავსვამთ, რომ გჯერა გახარიას ოპოზიციონერების და მისი პარტიის თუ არა, შეიძლება კამათი, მაგრამ მე პირადად, არ მინდა მჯეროდეს, რომ ის ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავა. მაგრამ ის რომ ინარჩუნებს იმ ფორმალურად იმ მანდატებს, ამაზე ეხა მე რომ ვაკრიტიკო გაუთავებლად ადამიანი, რომლის გუნდის წარმომადგენლებიც დგანან რუსთაველის გამზირზე, ზოგს ცნობ, ზოგს ვერ ვცნობ, ჩვენ შორის სიყვარული არ არის დაკარგული ნამდვილად. მე ვფიქრობ, რომ ეს არ გამოიღებს ჩვენთვის სასარგებლო შედეგს, იმიტომ რომ ეს გუნდი არის რუსთაველის გამზირზე. არიან ადამიანები, ჯგუფები, რომლებსაც ოპოზიციონერება და ოპოზიციურ პარტიად მოაქვთ თავი, თუმცა 24 საათის განმავლობაში ლანძღავენ და აკრიტიკებენ, რბილად ვთქვათ, ყველას მათ შორის, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას და ერთი სული ჰქონდათ, რომ ეს პროტესტი ჩახშულიყო. ის სხვა კატეგორია და მათთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია. ამიტომ თავად გადაწყვიტო, თავარი არის ჩვენ მივაღწიოთ, რა უნდა გააკეთოთ, მივაღწიოთ შედეგს, მივაღწიოთ ამარჩევნებს ამ პროცესში არჩევნების ჩანიშვნას, მოვიდეს დადგეს არჩევნების ეტაპი და ახლა ამორჩეველი პოტენციური მათი ჩვენი სხვისი ხო იმახსოვრებს ვინ როგორ მოიქცა, ვინ გაწია რისკი, ვინ გადადგას ორი ნაბიჯი, ვინ არ გადადგას ორი ნაბიჯი გარკვეული მოსაზრების გამო და მე ვფიქრობ, რომ ყველა თავის ფასს გადაიხდის, მათ შორის ჩვენც და მათ შორის ბატონი გახარიას პარტიაც. თუ ვიღაცას ჯერ ახლა სპეკულაციები მიმდინარეობს, რომ ის ქართულ ოცნებას შეუწყობს ხელს ქართულ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში. მე არ მინდა ასე მჯეროდეს. არ მჯერა, რატომ არ მჯერა? იცით, არ მჯერა, ვინაიდან ასე არ ხდება, როდესაც შენ ფიზიკურად ასე მოექცევი ადამიანს, როგორც მოექცნენ მას ბათუმში. ხო, პრაქტიკულად, ადამიანი მათი ხელიდან მოკლეს, მე არ მჯერა, რომ იქ არის რაიმე ტიპის სიმპათია ერთმანეთის მიმართ. პირიქით, ისინი არიან დიახაც მტრები ერთმანეთისა და მე არ მგონია, რომ ეს ჯგუფი იქნება ქართული ოცნების რაღაცა
ინტერესის გამტარება არ მჯერა, არ წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ ესე იგი რას ნიშნავს, რომ პარტია ჯგუფი, რომელიც არის გაყალბებული არჩევნებზე და მიუხედავად ბარიერი გადალახული და საკმაოდ სოლიდური შედეგიც დაფიქსირებული, ხო? ესე იგი თეორიულად არის ივანიშვილის მოკავშირე და მაშინ რა გამოდის? მაშინ ამაუჩილება ჩაიაროს ყველანაირმა ბრძოლა. ამიტომ სპეკულაციებისთვის სივრცე ჩემი სურვილი იქნებოდა ამ ეტაპისთვის იქნებ დავავიწროვოთ და დავაკონსერვოთ წუხილები. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ სუბიექტების მიმართ ვინც ცალსახად იბრძვის ხალხთან ერთად და დგას რუსთავაზე დგამზეზე, ნუ მათი წარმომადგენლები მაინც. სხვები არიან, ვისაც მოაქვთ თავი ოპოზიციონერებად, მაგრამ 24 საათის განმავლობაში ტელეკომპანია თავარს, ტელეკომპანია პირველეს ფორმულას, ჩემო რუსთაველის განმავლობაში დგომ დემონსტრანტებს, როდესაც ლანძღავენ და საზოგადოებრივ მაუწყებელს აქებენ, ის ადამიანები ჩემთვის რა თქმა უნდა არ არიან ოპოზიციონერები, ეს სხვა საკითხია. ხო, ეს მათი არჩევანია, ჩვენ არ ვართ მოწყვლადები, რაც უნდა შეუძლიათ ის თქვან გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ყოველ შემთხვევაში ჩვენზე არ მოქმედებს. მოდი სხვა საკითხზე გადავიდეთ, ნიკა საბას ხვიტარიძის პროცესი იყო დღეს თქვენი თანაგუნდელის, რომელიც არის დაკავებული, მან ძალიან მძიმე ამბები მოყვა ამ სხდომაზე. აი დაკავების მერე მეუბნებოდნენ, რომ ქათმებში ჩამსვამდნენ და გამაუპატიურებდნენ. მირტყეს ხელი ზურგის და თავის არეში ხელის მოტეხვა უნდოდათო და აი ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ციხის კადრებით მოვიდა ხელისუფლებაში და რომელიც ამბობდა, რომ აი ღირსება და სამართლიანობა უნდა აღედგინათ და ციხის კადრებით ხელისუფლებაში მოსულმთ, რომ საბა ხო არ არის პირველი შემთხვევა, რომ ეწყვება გოგოებმა მოყვნენ, რომ როდესაც აქციიდან გადაგვიყვანესო, განყოფილებაში გაგვაშიშვლესო. ხო, აი აბსოლუტურად ამორალური დაუჯერებელი და სტატისტიკი ამბები გვესმის ჩვენ ციხიდან და პოლიციის განყოფილებიდან, რაც ხდება. ხო, აი ამ ნაწილში აბსოლუტურად გეთანხმებით, თქვენ თქვით კიდეც, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ დაკავებულების წინაშე, რომ ისინი უნდა გამოვიდნენ. მე ზუსტად ამიტომ ვიმეორებ კითხვას ამ ბრძოლის ხერხებთან დაკავშირებით. გულისხმობს ეს ბრძოლა პატიმრობასაც, ამაზე ყოველს ხო არ ვიტყვი და სახეზეც გვაქვს, ხო? მაგრამ ჩვენი, ანუ პოლიტიკური კლასის წარმომადგენლების აქტიურად ჩართული ადამიანების, სამოქალაქო აქტივისტების ვალდებულებაც არის ერთმანეთს გავურთქდეთ და გავურთქდეთ არა პროტესტის შენელების ხარჯზე, არამედ პირიქით გაზრდა მოხდეს და გაფართოვება მოხდეს ამ პროტესტის და გამოცდილებას გავიფართოვოთ. დიახაც ხდება ამ ყველაფრის გათვალისწინება. ეხლა მომდენო დღეებში არის რამდენიმე ძალიან ფართო დემონსტრაცია საპროტესტო ჩანიშნული და ჩვენ ვნახავთ რამდენი ადამიანი მიუხედავად მათ შორის დიახაც და ბევრი ხალხი იქნება მანამდე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის 12 თებერვალს ხლის ნახევარზე ცხის სახელობიდან შევიკრიბოთ ფილარმონიასთან პაატა ბურჭულაძეს საიუბილეო საპროტესტო საღამოზე ხა ხო ცხონებული ღმერთმა აცხონოს ბუბა კიკაბიძე ძალიან დიდი ქართველი ათო საბჭოთა კავშირის სივრცეში და პოსტსაბჭოთა სივრცეში შემდეგ იყო ლეგენდა, ცოცხალი ლეგენდა, სანამ ის ცოცხალი იყო და მისი სახელი ძალიან დიდხანს დარჩება მილიონობით ადამიანის მეხსიერებაში. დიდი ქართველი იყო მართლა და პაატა ბურჭულაძე არის სოფლიობანი, სოფლიო დონის მომღერალია. ეს სიმართლეა, არაფერი გადაჭარბებულად ნათქვამი არ არის. და ვიცით მას უბრალოდ არ მისცეს შესაძლებლობა რომ თბილისის სახელმწიფო ბალეტისა და ოპერის თეატრში საკუთარ იუბილე აღენიშნა, ხო? მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ არა მისი უბრალოდ იუბილე, ხო, და საპროტესტო მსვლელობით დავუდასტუროთ მას პატივისცემა და ამით კიდევ ერთხელ შევარყიოთ დამატებით რეჟიმი და გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პატიმრები და იქნება ძალიან ხალხმრავალი მსვლელობა 9 ნახევარზე 12 თებერვალს. იქნება შემდეგ 15-ში. დიახაც ხვალ 9 ნახევარი და ვიკრიბებით ფილარმონიას და ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. და მე რამდენადაც ვიცი და წავიკითხე გარედან ოპერასთან არ დაგეგმილი ის რაც შეიძლება ყოფილიყო დაგეგმილი. პერფორმანსი. ხო, ნუ ამასაც ვნახავთ, ამასაც მოვეცრებით 15-ში, 18-ში და ბევრი ასეთი დღე იქნება. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ იმ ადამიანებს, ან აქტიური ნაწილი ხალხისა, ვინც წარმოადგენს ბირთვს რუსთაველის გამზირის პროტესტისა, რომ რუსთაველის გამზირზე გამოსვლა და ერთად დგომა აუცილებლად გულისხმობდეს და ასოცირებული იყოს პატიმრობასთან.
ეს უნდა იმანიშვილს. ჩვენ რისკზე წასვლა ბევრჯერ მოგვიწევს და რისკის გაწევა, მაგრამ ეს უნდა იყოს შედეგზე გათვლილი და ორიენტირებული და არა ოღონდ რამე გავაკეთოთ და აი ამ მოდუსიდან მოქმედება, რომელიც შეიძლება დამატებით რაოდენობას პატიმრებისას კიდე გამოიწვევს. არა, ჩვენ ჭკუითაც უნდა ვაჯობოთ. ჩვენ ვწლავთ პოლიტიკურ ნელ-ცეცხლზე ივანიშვილის რეჟიმს. ეს არის უკვე გაცნობიერებული ივანიშვილის მიერაც. ის ბორგავს, ის ვერ ისვენებს, ის ბოლთას სცემს და ამიტომაც ბოლო დღეების განმავლობაში შენს დეა, მეც, ყველა შევამჩნიეთ, რომ იქცევა განსხვავებულად რუსთაველის გამზირზე, ვიდრე იქცეოდა. ასე ხო არ იქცეოდა. ასე რატო არის არა ადეკვატურები არასდროს ყოფილა, მაგრამ ასე არა ადეკვატურად არ ხო, იყო განსხვავება, რომ თითქოს მან დათმო რუსთაველის გამზირი და ნუ მერე რა რუსთაველის გამზირზე იდექით რამდენიც გინდათ. არა. ხო, მაგრამ აქ ხო ის არის ნიკა, რაც თქვენ თქვით, რომ რუსთაველის გამზირი იქცა სიმბოლიკად. აი, ამ პროტესტის, ამ შეკრების დაგვირგვინება ყოველ დღე, ხო, ეს სიმბოლოა მთლიანად, რომ ჩვენ რუსთაველზე ვიკრიბებით, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, რამდენად დამღლელი დღეც არ უნდა გქონოდა, ანუ ყოველთვის იქ ვასრულებთ დღეს. ამ დაპირისპირებაში ბევრჯერ და არა მხოლოდ ამ ტიპის დაპირისპირებაში, სხვადასხვა უფრო ბრუტალურ დაპირისპირებებშიც სოფლიოს ისტორიის განმავლობაში დაპირისპირებაში ჩართულ მხარეებს არაერთხელ გონებია, რომ ის მარცხდება და ამავე დროს მეორე მხარესაც გონებია, რომ ის მარცხდება. ანუ ომში უფიქრია მაგალითად საბჭოთა ჯარისკაც რო ისააგებდა ომს და გერმანელ ჯარისკაც რო ისააგებდა ომს, მაგრამ მოიგო იმან, ვინც მეტად დაიჯერა სხვადასხვა დონეზე. დღეს ივანიშვილის მხარეს ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს დრო და დრო, რომ ისააგებს ამ დაპირისპირებას ქართულ ხალხთან, მაგრამ აქეთ მხარესაც მდგომი ხალხის ნაწილიც მოდით ვთქვათ ფიქრობს დრო და დრო და ეს არ უნდა მოხდეს, აღარ უნდა მოხდეს, რომ შეიძლება წააგოს. არა, ჩვენ ამ ნაწილში და ამ კომპონენტში უნდა ვაჯობოთ მას. ვაჯობოთ მთელი განვითარებული დემოკრატიული სოფლიო პირველად ბოლო 32 წლის განმავლობაში აი ასე ხმაშეწყობილად დგას ხალხის ხარდასაჭერად. არ ყოფილა მსგავსი არაფერი. ზუსტად ამაზე მინდა ნიკა რომ გადავიდეთ საგარეო მიმართულება არის უმნიშვნელოვანესი, ესეც მინდა რომ განვიხილოთ. ძალიან ბევრი სანქცია, ბევრი ქვეყნისგან ჩვენ ნახეთ სავიზო შეზღუდვები, პერსონალური სანქციები, რომლებიც მიიღეს ოცნების მაღალ ჩინოსნებმა. აი დღეს იყო სულ ახალი ამბავი ევროპელი რეფორმისტებისა და კონსერვატორების ჯგუფის რეზოლუციის დრაფტი გასაჯაროვდა, სადაც საუბარია ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის, პაპუაშვილის, ღარიბაშვილის დასანქცირებაზე და ეს არ იქნება ბოლო. ხო ვიცით რომ რაღაცა ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაა, რომ ბევრმა მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. პარალელურად ოპოზიციის შეხვედრა იყო პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. მე ამ შეხვედრის დეტალებიც მაინტერესებს, გრძელდება თუ არა ისე მწყობრად ნაბიჯების გადადგმა. აი სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მე ყველაფერი უნდა ჩავიტანო, მე ყველაფერი უნდა ვთქვა, რაც ხდება ქვეყანაში. აი ოპოზიციისა და პრეზიდენტის კოორდინირებული მოქმედება და საგარეო ველზე რა. ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სადმე არის წარმატება უკვე ძალიან ხელშესახებად მიღწეული არის ამ მიმართულებებით და აქ წვლილი მიუძღვის ყველას პრაქტიკულად ყველა ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეს სუბიექტს ალბათონ ზურაბიშვილს და აი აქ ხდება საუკეთესოდ თანამშრომლობა, ხო, ვიდრე საუბრობთ სტრასბურგში არიან ჩვენი კოლეგები, ჩემი მეგობრები, სხვა კოლეგებიც, ხო, ნიკა არის იქ ვარამია, ზურა არის იქ ჯაფარიძე, სალომე ზურაბიშვილი იქნება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ეს არ არის ჩვეულებრივი სტანდარტული შემთხვევები, რომელიც უბრალოდ გულისხმობს დასწრებას და იქ ფოტოსესიას. ძალიან შინაარსიანი საქმიანობა იყო და გაწეული სხვადასხვა მიმართულებით, ხო? თუნდაც რამდენიმე კვირის წინ, ორი კვირის წინ არც არის გასული, ხო? ის გადაწყვეტილება, რომელიც როგორც საბჭომ მიიღო, რომ სადაც არის ქართული ოცნება, იქ რო უთხრა, რომ 100 დღეში შენ თუ არჩევნებს არ ჩანიშნავ, საარჩევნო ახალ თარიღს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებ, შენ სადაც ხარ იქიდან წახვალ. ბევრმა ადამიანმა გაილაშქრა სამართლიანად ქართული ოცნების წინააღმდეგ უკეთესი მომავლისთვის. და ამ ბრძოლაში აღმოაჩინა, რომ უკეთესი მომავალი კი არა, ივანიშვილის პირობებში ის სტატუს კოდს კი აღარა აქვს, რომელიც ჰქონდა და კიდევ ერთხელ ვთქვი, მხოლოდ 7% არის ქვეყანაში უახლესი აი კვლევის თანახმად, რომელიც ფიქრობს, რომ
ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვითარდება ევროპულად. 7% წარმოგიდგენიათ? 4 თვის წინ იყო ცადა დედამიწა მოცემულობა. 4 თვის წინ 26 ოქტომბრამდე 79% მოსახლეობის იმას იტყვიდა, რომ კრიზისი არის, საერთოდ არ იყო კრიზისი მათთვის. და აქედან ქართული ოცნების დიდი ნაწილი ამორჩევლებისა. ამიტომ ეს ჩემზე უკეთად, თქვენზე უკეთ იცის ივანიშვილმა, რომ ვერ გაძლებს, მარტივად ვერ გაძლებს. უბრალოდ აქ არის დაღლა დანაშაული. დაღლა არის დანაშაული, პანიკის ნიშნები არ უნდა შეიმჩნეოდეს ამ პროტესტში და ამ პროცესში და რწმენას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. გვირაბის ბოლოს არის ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, ძვირფასო ქართველებო სინათლე და არა შუაში, ჩვენ ვართ შუაში. გავვალთ გვირაბის ბოლოს იქნება სინათლე და დავინახავთ. დიახაც, ეს ბრძოლა არ შეიძლება არ დასრულდეს გამარჯვებით. თუ ჩვენ მაშინ ვთანხმდებით, რომ ამ სახელმწიფოს ისტორია თავისი წარსულით, აწყვეტით და მომავლით მარცხდება ივანიშვილის მიერ და ჩვენ უბრალოდ აი რაღაცა გარნირი ვართ და თითქოს არ ვარსებობდეთ და ასე დასრულდება ეს ბრძოლა, ეს ასე არ მოხდება. ეს ასე არ მომხდარა არასოდეს და ახლა მით უმეტეს არ მოხდება, როცა მთელი სოფლიო ხალხს გვიჭერს უდიდესი ბერკეტია ეს, უდიდესი შვება არის ქართველი ადამიანისთვის. ელოდებით, რომ ეს გაგრძელდება, რომ კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, იმის მიხედვით, რომ მასშტაბი სანქციების ნაწილს გულისხმობს, მასშტაბი არც აქამდე აკლდა, მაგრამ მე დიახაც ჩვენ ველოდებით, არ დაგიმალავთ, მალე ივანიშვილის ახლო ბიზნეს გარემოცვაში ძიმე სანქციებს. დიახაც, ანუ სპონსორები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ივანიშვილის რეჟიმის ძლიერებაში და აძლიერებდნენ წლების განმავლობაში ამ ადამიანების დასანქცირებას. ეს იქნება ველოდებით არა, გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია, უდიდესი დარტყმა იქნება, იმიტომ რომ ცალკე აღებული ყველა ბიზნესმენი არის ეგოისტი საბოლოო ჯამში. ანუ ივანიშვილის ბიზნესმენებს გულისხმობ, ხო? ივანიშვილთან ახლოს ყოფნა იმიტომ უნდათ, რომ ფული იშოვონ და რისთვისაც არიან ახლოს და რისთვისაც ტვერსასრუტივით შეიწოვა ივანიშვილმა და ესენიც შეეწოვნენ მას, ხო, ფული ეშონათ და უღირდათ. ეხლა თუ დარწმუნდებიან, რომ ელემენტარული რაღაცა საბანკო ბარათიც კი აღარ ექნებათ და მათი მილიონები გაიყინება, რა თქმა უნდა, დასუსტება ძალიან რბილად არის ნათქვამი. ხარებას და გომელაურს, ოდესაც ფინანსური სანქცია დაუწეს და მათ ამით ვერ ატკენ ბევრად, ეხლა მოდი ვთქვათ. მაგრამ ბიზნესმენისთვის ფინანსური სანქცია, ამერიკული სანქცია არის პრაქტიკულად მათი მოსპობა როგორც ანგარის გასაწევი ფიგურანტისა. ეს მოხდება, არ ვიცი ვინ იქნება, რამდენი იქნებიან, მაგრამ რომ იქნება ეს დანამდვილებით ვიცი, იქნება და ეს არ იქნება მაგალითად იმდაგვარი სანქციის გატარება და ეფექტის მოხდენა, როგორც მაგალითად მურუსიძის და ჩინჩალაძის შემთხვევაში ვნახეთ, სხვა ტიპის ეკო ექნება ამ ყველაფერს. სხვა ტიპის ეკო ექნება, რაც გააძლიერებს პროტესტს მათ შორის რუსთავაზე. გააქვთ ნიკა ამის შესახებ ინფორმაცია, თუ ეს არის თქვენი დაკვირვება, თქვენი ვარაუდი, იმიტომ რომ ვიცით, რომ თქვენ კოალიციას თქვენს გაქვთ კავშირები პარტნიორებთან. ყველაფერი ერთად. დაკვირვებაც, ინფორმაციაც, ყველაფერი ერთად. დანამდვილებით ასე მოხდება. ეჭვგარეშია, ეს იცის ივანიშვილმა კაცმა, რომელსაც აკრძალული აქვს, კიდევ უკვე აკრძალული აქვს ამერიკული დოლარით, ვალუტით, ამერიკის შეერთებული შტატების, აი დოლარში ვაჭრობა ტრანზაქციის შესრულება. კაცი არის მილიარდერი და ვერც ერთ ტრანზაქციას დოლარში ვეღარ ახორციელებს. მოყვება ამას სხვა ვალუტაშიც მსგავსი სანქციის გატარება მის წინააღმდეგ, ევროშიც და გირვანკა სტერლინგშიც. და ეხლა ამას უყურებს ბევრი მის გარშემო მყოფი ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი. ივანიშვილის, არ ვიცი, კარის ბიზნესმენები, ტენდერებით გამოზრდილი ადამიანები და მათი სანქცია, რომელიც იქნება დარწმუნებული ვარ, ძალიან მტკინვეული, როგორ შეიძლება არ იყოს რეჟიმის დამასუსტებელი, იქნება ეს რეჟიმი დამარცხდება. უბრალოდ
ჩვენ რამე თუ გმართებს არ დაგიმალავთ და რუსთაველზე როდესაც შესაძლებლობა მაქვს ადამიანთან უცნობებთან დაცნობებთან საუბარი რა შეიძლება გავაკეთოთ აი ამ ხელა პროპაგანდის წინააღმდეგ რომელსაც მადლობა ღმერთს ძალა ეკარგება და მოჭიდება ეკარგება ერთმანეთის გამხნევება და ერთმანეთისთვის რწმენის გადადება რომ აი აქ რუსთაველის გამზირზე დგომით ამ ქვეყანას ვერასოდეს იმ ხელნასაქმეს ვერ გაუკეთებთ როგორც ახლა უკეთებდით და ყოფილა თაობები ამ ქვეყანაში დაბადებულან და გარდაცვლილან ზოგი ადრე ზოგი მოგვიანებით ზოგი თავის დროზე და ასეთი წვლილი სახელმწიფოს განვითარების პროცესში ვერ შეუტანიათ ახლა ჩვენ რუსთაველის გამზირზე დგომით ვაკეთებთ დიდ საქმეს და ან გჯერა შენ ამ პროცესის ან უბრალოდ ხარ მომართული იპოვო საფუძველი საბაბი რატომ უნდა გაიპარო რუსთაველის გამზირიდან დაღლილობას დააბრალო არა მაშინ ვიყოთ კეთილსინდისიერები თქვა რომ დავიღალე და არა იმიტომ რომ გამარჯვების აღჯერა როგორ შეიძლება გამარჯვების აღჯეროდეს თებერვლის თვეში და გჯეროდა ნოემბრის თვეში როდესაც არც სანქციები იყო, როდესაც არც საერთაშორისო იზოლაცია იყო, არც ასეთი მუხტი იყო, არც ასეთი დამხარისხის ერთობა იყო პირიქით. თუ ეს არის შემთხვევა და შენ აღარ დგახარ რუსთაველის გამზირზე, შენ კი აღარ გჯერა გამარჯვებას, უბრალოდ დაიღალე. კი ბატონო, არიან ასეთი ადამიანები ალბათ, მაგრამ სხვები უნდა ჩავინაცვლოთ და აი იქ დგომით ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი ვერ იარსებებს ამ ქვეყანაში. მე ხედავ მეცაც, ივანიშვილსაც, გომელაურსაც, სხვებს და სხვებს ხედავ იქ სადაც მათი ადგილი არის. ისინი წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ისინი წარსდგებიან სამართლის წინაშე და ყველა მოძალადე ადამიანი, ვინც აწამა, ბევრი ქართველი, 300-ზე მეტი, ვინც საბა ცხვიტარიძეს, დიახაც აწამებდა დიღმის სამართლოში მეხუთე და მერვე სართულებზე და უმოწყალოდ ცემეს და დააკავეს აბსოლუტურად უკანონოდ, იმიტომ რომ თავს ვიცავდით ზონდერებისგან და ერთ-ერთი ზონდერი მას შემდეგ რაც ერთ-ერთი დემონსტრანტი უბრალოდ ნიღაბი ჩამოხსნა, აღმოჩნდა პოლიციელი და ყველას გვეგონა თქვენ მაყურებელსაც რომ ზონდერი იყო და თუმე პოლიციელი აღმოჩნდა. ხო და ადამიანი დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით და მე მიიყვანეს და ორ სხვადასხვა სართულზე უმოწყალოდ ცემეს ის ხალხი არ უნდა იქნეს და იქნება უცებად დაკავებული. ყველაზე დიდი სიმართლე ახლა უნდა ვთქვათ და აი აქ იყო ხოლმე პოლიტიკოსების მხრიდან ცდელობა ფლირტაობისა პოლიტიკური სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე რომ იცით რა ხელისუფლება რო შეიცვლება მობიერები უნდა ვიყოთ და მივუტევოთ ვაპატიოთ მე იყვნენ ადამიანები რომლებიც გადმოირბენენ ახალ ხელისუფლებაში და თითქოს მათ ჩამოეწერებოდა ცოდვები მსგავსი რამ ვეღარაფერი ვერ მოხდება ვინაიდან ხალხი იქნება ძალიან ყურადღებით ვერც ერთი მოძალადე ვერ დაუსხდება სამართლიან მართლმსაჯულებას შეუძლებელია ის ადამიანები არ დაიდენტიფიცირდნენ დეა ვინც ბნელ მიკრო ავტობუსებში აწამეს ხალხი დაკავებულ ადამიანს ხელბორკეს რო დაადებ და ამის შემდეგ ურტყამ ქალს კაცს და შენ ხელისუფლება შეცვალო მოხვიდე და შენი მმართველობის ქვეშ პოლიციურ სისტემაში იგივე პოლიციელები დატოვო სისტემაში არანაირი განსხვავება დიდი არ იქნება შენსა და ამ მოძალადეებს შორის. ეს არ მოხდება, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ნიღაბი ვერ იხსნის ივანიშვილის ზონდერებს. ხედავ ამ ადამიანებს გისოსებს მიიღო პირდაპირ გეუბნებით და ეს მარტო იმიტომ უნდა მოხდეს, რომ მომავალში ვერც ერთმა ხელისუფალმა ვეღარ იძალადოს. ვიზე ძალა ხელისუფლება და ბასურები. თან უნდა დავასრულოთ, ხო? დიახაც, დაკარგა მთავარი შიდა და გარე ლეგიტიმაცია მას არ აქვს. ის ვეღარ ხელისუფლებს. მისი მთავარი წყარო ხელისუფლების არის ჩხუბი და ცემა და წამება საკუთარი მოქალაქისა, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს. აი რომ დაუკვირდეთ ცივი გონებით, რას აკეთებს ხელისუფალი? ეს აწამებს საკუთარ მოქალაქეს. ცემს. ასისხლიანებს. და ეს ხელისუფლება შეინარჩუნებს მართვისა და ვებს
გამორიცხულია ხალხო. ესენი აგებენ ძალიან მძიმედ პასუხს. ივანიშვილი დაწყებული, არ ვიცი, შეიძლება საშუალო დონის ეგრეთ წოდებული პოლიციელით. ესენი აგებენ. დიდი მადლობა ნიკო. ასობით ადამიანი აგებს პასუხს. მინიმუმ ასობით ადამიანი აგებს პასუხს. მადლობა გემშვიდობები შევხვდებით რუსთაველზე. ნიკა მელიას კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით ღამის მთავარის ფორმატში. ახლა მცირე ხნით არის რეკლამის დრო. რეკლამის შემდგომ უკვე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს მასპინძლობ და მოვისმინოთ მისი პასუხები.